არსებობს ადგილები, რომლებსაც უნარი აქვს თუ სიტყვით შეგაჩერონ და რამდენიმე წამით ყველაფერი დაგავიწყონ. ამ ადგილის მიდამოებში დგომისას თავს ძალიან პატარად გრძნობ, მაგრამ ამავე დროს რაღაც ძალიან დიდის ნაწილი ხდები. ფიქს სხვანაირად იწყებ. თითქოს ეს მთები, რომლის შესაქმნელად ბუნებას წესები შეეცვალა, შენში იმ კარს აღებს, რომლის არსებობაც ყოველდღიურ ცხოვრებაში დავიწყებული გაქვს. და სწორედ აქ, თითქოს შენს ნამდვილ არსებას შორის მანძილი მცირდება. ესაზღვრება სწორედ ამიტომ ბრუნდებიან ადამიანები ასეთ ადგილებში. არა იმიტომ, რომ სანახაობით დატკბნენ, არამედ იმიტომ, რომ გაიხსენონ. კეთილი იყო შენი მობრძანება მონსერატში. მეგობრებო, დღეს განახებთ ყველაზე მისტიურ ადგილს, ყველაზე შესანიშნავ ადგილს, ყველაზე განსაკუთრებულ ადგილს მთელი კატალონიისთვის. დღეს გაგიზიარებთ ძალიან ბევრ მაგარ სანახაობას, ასევე თავს გავწირავ ყველასთვის და პირველ რიგში ჩემი გულისთვის და ავალ ამ მთების უმაღლეს მწვერვალზე, რაც არის აი ძალიან ძნელი და შეუძლებელი თითქმის. აქედან გამომდინარე, ახლა ეგეთი შეუძლებელია და ძალიან ძნელი არის. დანიშნული არის რაღაცა კონკრეტული, რაღაცა ტრენდი თუ მატარებელი თუ რაღაცა არის, რითიც ხალხი ადის ზევით. სადამდე შესაძლებელია, რომ ტრენმა მიაღწიოს, ტრენმა ანუ მატარებელმა იქამდე ბოლომდე ადიან. ბოლომდე. მე შემიძლია რომ ტრენში ჩამჯდარიყავი, ტრენი ქვია და ტრენს ვიტყვი რა და იცოდეთ რომ მატარებელი. მე შემიძლია ტრენში ჩამჯდარიყავი და ავსულიყავი ბოლომდე, მაგრამ არა, თავი უნდა გავწირო თქვენი გულისთვის, ჩემი გულისთვის, საქართველოს გულისთვის. მართალია ძალიან, მაგრამ გამიჭირდება, შეიძლება გავგიჟდე მთელი გზის განმავლობაში. ესე დავიღალო, რომ გული ცუდად გამიხდეს, სანმე გადაყირავებული მიპოვონ, მაგრამ არა უშავს. მაინც მივადგები იმ ადგილსაც ვეძებ და მაინც მივარ ბოლომდე. გზაში მთელი გზა მოვდიოდით, კარგად ვიარეთ, ბევრი ვიდეოები არ გადამიღია, მაგრამ არა უშავს, გზა დიდად განსაკუთრებული არ არის რა. რაღაცა ვიდეოები, რაც დაახლოებით აღიქმება, ხედები და რაღაცეები სად მოვდიოდით, ისინი გადავიღეთ და მაგ ყველაფერს გაგიზიარებთ და გაჩვენებთ რა. ნელ-ნელა ვიაროთ, ნელ-ნელა ისტორიასაც მოგიყვებით აქაურობისას. ეგეთი მისია, როგორი მისიაც ახლა გადავწყვიტე, რომ უნდა ავიდე ბოლომდე მთელი მთა ფეხით უნდა ავიარო, ეგეთი მისია ჯერ არ მქონია და ახლა თქვენთან ერთად პირველად გავივლი მაგ მისიას, პირველად შევასრულებ და იმედია თქვენც მოგეწონებათ, მე ხომ მომეწონება და მომეწონება, ჯერჯერობით მომეწონება, მაგრამ მე არ ვიცი გზაში ნელ-ნელა რას და როგორ გავაკეთებ და სადამდე წავალ და სად ჩამოვჯდები და სად დავნებდები და სად დავიღლები, არ ვიცი. мотивация მაქვს ძალიან დიდი, რომ ეგ ყველაფერი გავაკეთო რა. აი დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ცუდი რაღაცეები მელოდება წინ. ცუდი რაღაცეები იმიტომ მელოდება წინ, რომ ეხლა თქვენ მე მიყურებთ, მაგრამ მე რო განახებთ, ეხლა ცოტა ხანში სად მივდივარ რეალურად. მიხვდებით რატომ მელოდება ცუდი რაღაცეები. ასე რომ დარჩით ბოლომდე, გამოიწერეთ არხი, ვიდეო დაალაიქეთ თუ მოგეწონებათ, რა თქმა უნდა. ყოველი ვიდეოს დადების მერე ლაიქები, გამომწერები, მემატება ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის და ძალიან დიდი მადლობა, რომ ეგეთი კარგები მყავხართ. ესე იგი, როგორც გითხარით, ეს ციხესიმაგრეები და მონასტრები დაახლოებით მაშინ კეთდებოდა, როცა კატალონია აღორძინებას იწყებდა. ნელ-ნელა ეგრე აშენებდნენ ყველაფერს. ეგ იყო მე-11 საუკუნე დაახლოებით, მე-11-12 საუკუნე. ასევე ბენედიქტელმა ბერებმა ააშენეს და მოღვაწეობდნენ აქ. ფრანგებთან ბრძოლის დროს ეს ყველაფერი დაანგრიეს. ომს შეეწირა სამწუხაროდ აქაურობა. მე-19 საუკუნეში პირველად დაიწყეს აქაურობის რეკონსტრუქცია. მე-19 საუკუნეში და იმის მერე მე-19 საუკუნიდან უდრეკად გას ძალიან ბევრი ვიზიტორი ყავს, ძალიან ბევრი სტუმარი ყავს აქაურობას. ყველაზე კარგად გამოხატავს აქაურობა კატალონიას რა. მარტო ეს რო არსებობდეს, მარტო ამის გამოღირს, რომ ესტუმრო კატალონიას ამოხვიდე დატკბი ამ საოცარი სანახაობით. ენით გამოუთქმელია ეს სილამაზე, რასაც მე ახლა ამ წამს უყურებ. მგონია რომ დევების აშენებულია რაღაც ძალიან დიდი ხალხის რა. ამ მონასტერს ქვია სანტა მარია დე მონსერატ. ბარსელონიდან არის 50 კილომეტრში,
ეს ადგილი. მონსერატი ნიშნავს დაკბილულ მთებს, აი ესეთ როგორი მთებიც ეს არის, ზუსტად მაგას ნიშნავს მონსერატი. კატალონიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სულიერი ადგილია აქაურობა. ასევე არის კატალონიელების იდენტობა ეს ყველაფერი. საოცარი ადგილია. ლეგენდის თანახმად 880 წელს სამმა მწყემსმა ბიჭუნამ ამ მთებში სეირნობის დროს დაინახა გამოქვაბული, საიდანაც ძალიან სიკაშკაშე და ძალიან დიდი სინათლე გამოდიოდა. ასევე ძალიან ლამაზი მელოდიები. რო შევიდნენ, შიგნით დახვდათ ღვთისმშობლის პატარა ქანდაკება. ამის შესახებ მოახსენეს აქაურ ეპისკოპოსს და ეპისკოპოსმა გადაწყვიტა, რომ ეს ქანდაკება ქალაქში ჩაეტანა. როდესაც აღება დაუპირეს, ხელში ვერ აიღეს, იმიტომ რომ ძალიან უცნაურად ძიმე იყო და ვერავინ ვერ მოახერხა ამ ქანდაკების ხელში აწევა და იმის მერე გადაწყვიტეს, რომ ამ ადგილზევე, სადაც ეს ქანდაკება იყო, აეშენებინათ მონასტერი. ყველაზე ცნობილი სიწმინდე მონასტერში არის შავი მადონა, რომელსაც სიყვარულით მორენიტასაც ეძახიან. ღვთისმშობლის ქანდაკება არის იესოთი ხელში, იესო ქრისტე უჭირავს ხელში, ასევე პატარა კვერთხი რაღაც ბურთივით უჭირავს ესეთი და აქ ჩამოსულ ნებისმიერ ტურისტ და ადამიანს სჯერათ იმისი, რომ თუ ამ ბურთულას შეეხებიან და სურვილს ჩაუთქვამენ, ნებისმიერ სურვილს უსრულებს. ეხლა დაველაპარაკე იმ ადამიანს არ მიშვებდნენ სხვათა შორის შიგნით და შეგინთო შემოსვლა არ შეიძლებაო, იქიდან უნდა გაიაროო და მე აქედან მინდა ეხლა ერთი ვიდეო გადავიღო, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ლამაზი ადგილია, საოცარი აქაურობა, სიტყვები არ მყოფნის, არ მომეცა იმის საშუალება, რომ აი კარგად დავკვირვებოდი და დამეთვალიერებინა ყველაფერი, მაგრამ ეხლა რო უყურებ, აი საოცარი არის. და მე რეზერვებინა და აქედან გამომდინარე შეგინთ არ მიშვებენ და აქედან ახლა შორიდან გაჩვენოთ დაახლოებით. აი დააკვირდით. აი აქ არის. აი დააკვირდით ხალხი მიდის. აი ამ ხელში მგვალი რაღაც რო უჭიროს ხელსადებებს, სურვილს უთხოვენ. სილამაზია, როგორც ხედავთ, საოცარი არის აქაურობა. ულამაზესია და რამხელა პატივისცემა არის თითოეული ადამიანისგან, რამხელა პატივისცემა მოდის, რომ როგორი სიმშვიდიანი, მე მგონი ჩემს გარდა არავინ არ ლაპარაკობს აქ. ცოტას კი ჩურჩულებენ, მაგრამ არავინ არ ლაპარაკობს. რაც ყველაზე საოცარია, როგორც ეხლა გაჩვენეთ, იმ ბურთზე ხელს რო დაადებ და რაღაც სურვილი თუ გაქვს უნდა ჩაუთქვა, იდას გეფიცებით, რატო ვიფიცები, მაგრამ მაინც რა. აი ყველაფერი ამისროდა, რაც ვინატრე. გასაოცარი ადგილი არის, მართლა სიწმინდის და სიმშვიდის და ყველაფერი კარგის ადგილი არის აქაურობა. საოცარი არის შიგნით მონასტერში რო ხარ შესული, რო ილოცებ, რაღაცას რო ჩაუთქვავ და რაღაცა ისედაც ხო ამაღლებული ხარ, რაღაცნაირად გული გახარებული, სხვანაირად განიცდი ყველაფერს და რო საოცარ ადგილზე ხარ, გამოდიხარ და აი ამ ყველაფერს უყურებ, ესეთი მთები დაყურებ ზემოდან, ეს არის საოცარი მეგობრებო, ეს არის სასწაული. ყველა თქვენგანს თუ ვინმე კატალონიაში ჩამოვა, ყველა თქვენგანს ურჩევ.
როი ამ ადგილზე მოვიდეს რა. კატალონიაში ჩამოსვლა და ამ ადგილის გამოტოვება არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეიძლება დაუშვა, როდესაც აქ მოდიხარ. როგორც ხედავთ, აი აქ ადის საბაგირო და აი ამ საბაგიროზე მე უარი ვთქვი, არ და საოცარი იქნებოდა. და აი აქ ზევით, არ ვიცი თუ ჩანს მწვერვალზე, ვაპირებ რომ ავიდე ფეხით. ესე იგი წყალი მაქვს. ერთი ცალი კრუასანიც მაქვს, თუ ძალიან ბევრი დრო დამჭირდა და ძალიან ბევრი ენერგიის დახარჯვა დამჭირდა და სულის გამოცვლა თუ დამჭირდა, ცოტა რომ შევიჭამო ენერგიები ავიკრიბო. ავიკრიბო კი არა, მოვიკრიბო. წავედით მოკლედ. ეს არის ადგილი, საიდანაც უკვე იწყება ის გოლგოთას გზა, რომელიც მე ახლა უნდა გავიარო, იმიტომ რომ ძალიან ძნელი არის იქ მისვლა. აი ამ წერტილიდან უკვე შეუდგებით გზას და ნელ-ნელა გზადაგზა ყველაფერს გადავიღებთ, ასევე გადავიღებ დრონის კადრებს, მონასტერს გადავუღებ ზემოდან, რაც აი საოცარი იქნება. დრონით გადაღება არ შეიძლებაო, მაგრამ დრონით გადაღება არ შეიძლება, მაგის გულისთვის მოდიო რომ დრონით მინდა ის კადრები გადავიღო. რაც უნდა იყოს სადღაცაზე რომელიმე ბუჩქში შევძვრები და ჩუმად ისე გავაფრენ დროს ვეცერავინ ვერ დამინახავს. მდგომარეობას ის უფრო ართულებს რომ არის აუტანელი სიცხე და დაუსრულებელი კიბეები. ერთი 5000 კიბის საფეხური გამოვიარე ალბათ. სანამ წამოვიდოდი გამმაფრთხილეს, კიბეებზე ასვლას რო დაიწყებო. ხო ნეშას რო დაიწყებო. ვიდეო არ გადაიღო მაგ დროს. არაბა. Hola. დაუსრულებელი კიბეები. ვიძახი რომ ამ კიბეს გავივლე და ცოტა ზემოთ დავიშვენებ მეთქი რა და კიბეები აღარ მთავრდება. მართლა სადაღარა ვარ. ეს ბოლო დროა სულ გაუჩერებლად დავდივარ იქით-აქით რა. ხანსად. მაგრამ ამდენი კიბე არ ამივლია ძალიან დიდი ხანი. მაგრამ ყველაფერი, ეს ყველაფერი ამათ 100% დღეს რა. ეხლა გაჩვენებთ რატო. მოდი აი გავიდეთ. დავიხედოთ რა ხდება ზევით. ზევიდან ქვევით უცხო. ზუსტად ისეთი ვიდეოები გამომივიდა, როგორცაც ოცნებობდი, როგორცაც ვფიქრობდი და როგორც მინდოდა რომ გამოსულიყო. ძალიან მაგარი რა და ერთი სული მაქვს ახლა ეს ვიდეოები რო გადავიღე, ერთი სული მაქვს, ახლა თქვენც გაგიზიაროთ.
სიმღერაში ასევე მოქმედებს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ბიჭუნა თუ გუნდი Escolaria de Montserrat ესე ქვია და აი მათი საგალობლები აი ამ მისტიურ ადგილს 10 ჯერ უფრო მისტიურს ხდის საოცარი ხმებია შეგიძლიათ ინტერნეტში მოძებნოთ ან თუ შევძელი ჩავსვავ ან რაღაცას ვიზავ თუ არა თქვენ ჩასვით Escolaria de Montserrat ესე ქვია ეხლა გავაგზელებ ისევ ავალ იქამდე სადაც მეორე უკვე ძველი მონასტერი არის დასვენებული რო ხარ ეხლა რო ჩამოვჯექი და დრონის კადრები რო გადავიღე ახალი შემართებით მოვდივარ და ახალი მუღამით და ახალი ენერგიებით წავედით ბოლომდე უნდა ავიდეთ ხა ჩავსვა A few moments later შორი გზა მოიარე შინ მშვიდობით მიდიო კი არა და ამის დედავატირე მე ჩამშტარიყავი იმ ტრენში მაგი ჯობდა. ეხა ხომ მეცაღი იქ ვიქნებოდი მწვერვალზე. ისინი სადაც დგანან რა. აი. წავედი. აღარ შემილია. რა ყველას უწევ რეკომენდაციას რომ აქ მოვიდნენ, იმიტომ რომ ეს არის საოცრება. ერთადერთი შემთხვევა როცა აღარ მიყვარს ხოლმე აქაურობა არის ის როცა კიბეებზე ავდივარ. როგორც კი კიბეებზე ავივლი და ეს ცოტა ხანი გავჩერდები. ცივინიავი დამიბერავს. ეგრევე ახლიდან მიყვარდება რა. არა მართლა საოცარი ვიდეოები გადავიღე. დაბლა დრონის კადრით, დრონი არ შეიძლება, მაგრამ ჩემი ფეხები, ჩემთვის დრონი შეიძლება და ყველაფერი შეიძლება. ძალიან მაგრა დავიღალე, მაგრამ არა უშავს რა. სამაგიეროდ ბოლოში რო ადიხარ ხვდები რომ ნებისმიერი საფეხურის ავლა ამ ყველაფრად ღირდა. ხო და წავიდეთ, გავაგზავნოთ ახლა სიარული. მეგობრებო, ეხლა ცოტა ხანი გადაღების გარეშე ვივლი. თორე აღარ შემიძლია მეტი ძალიან მაგრა დავიღალე, თან რო ვიღებ, თან რო გზაზე მივდივარ და ცოტას გავივლი ხოლმე. დავისვენებ და როგორც კი ცოტა ახლოს მივალ მიზანთან, სადაც მივდივარ, იქ კიდე ჩავერთვები. თან ტელეფონის ელემენტი ცალკე მიჯდება. სტაბილიზატორის ელემენტი ცალკე მიჯდება და მოკლედ ჯობია ეგრე ვქნა. ცოტა ხანია გავჩერდები, თორე ძალიან და მაგრა დავიღალე. აი ძალიან მაგრა დავიღალე რა. ალბათ ბევრ წუწუნებ ხვეტვენი შევჭამე, მაგრამ მართლა დავიღალე. კაი ხანია ესეთი რაღაცა ძალოსანი საქმე არ გამიკეთებია. ეხლა ძალიან მაღლა მოვდივარ მართლა და გამომესალა ენერგიები წყალით ცოტა მაქვს ვიზოგავ. არა ვსვავ, იმიტომ რომ ხვდები რომ სადღაცა მაგრა მომწყურდება. ძალიან მაგრა ცხელა 30 გრადუსამდე არის ალბათ სიცხე და თან რომ ამ კიბეებზე ადიხარ, თან ეს მზე რო არის, აღარ შემილია, მაგრამ არა უშავს, მაინც ავარ, ბოლომდე უნდა ავიარო. რაც არ უნდა იყოს, ბოლომდე ავალ. აწეღა მკითხე და აქედან 1 საათის გზა არისო დარჩენილიო, მაგრამ აი იმიტომ ვკითხე, რომ აი რო ეთქვა, რომ 1-2 საათი კიდე არისო დარჩენილიო, აღარ გავაგრძელებდი არავითარ შემთხვევაში რა. ხო და რომ მითხარ 1 საათი არისო, ხა 1 საათის გავქაჩავ როგორმე. თან მოაყოლა მე ესევითო ულამაზესი არისო და გირჩევ რომ არ გაჩერდეო რა. ცუგრუკებიც ამოვიდნენ. ერთად ავართ, მე და ცუგრუკებია. კატალონია ჩემი მეორე ქვეყანა არის და ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა და ძალიან საყვარელი ქვეყანა და ძალიან მიხარია რომ ესეთი რაღაცა არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უმაგრესი მისტიური და მნიშვნელოვანი მონასტერი რო კატალონიაშია. მე ძალიან ამაყივარ რა. ზარით მეგობრებო, ცოტა დავისვენე. წყალი მაინც არ დამილევია, იმიტომ რომ მეწოდება ცოტა წყალი მაქვს, მაგრამ დავლებ ცოტა ხანში დავიძრათ. ნახოთ ერთი რა ხდება, რა გველოდება წინ. მეგობრებო, იცი როგორი ადგილია, აი. მინდა რომ იმღერო ისე მიხარია რომ ეხლა მიაქვარ. ქვევით არ ჩავდივარ. წესით აღლა უნდა ავდიოდი და მე ქვევით ჩავდივარ. შეიძლება ესეთი რაღაც. არაზე ვფიქრობდი რომ აი წარმოგიდგენიათ ეხლა თქვენ რომ 1020 წელი არის რა. 1020 წელი ხო? აი რა ვიცი, ეხლა ცხენები იყო და ვირები და ცხოველები ძირითადად მაგეებით დაატარებდნენ ამ ყველაფერს და ადამიანებს მოუნდათ აი ამ ხელა
რაღაც ადგილზე, აი გეგონება ვულკანმა გადაუარაო აქაურობას, ისეთი მთები არის რა, სულ მოტიტულებული რაღაცა მონსერატი, რასაც ნიშნავს, ეგეთი მთები არის, რაღაცა სალი, რაღაც ცარიელი ბალახების და იმების სცენარეების გარეშე რა. ხიარი და აი გამოდიოდნენ ადამიანები ცხენებს და რავი ხარებს ალბათ და რაღაცებს აბავდნენ ამ სამშენებლო მასალას და ამოდიოდნენ და ესეთ მონასტრებს და ესეთ ნაგებობებს აკეთებდნენ. აი საოცარია პირდაპირ რა. დიო. მე ეხა ფეხით აი აქ სიარული აი ამ რაღაცების ხედებით დატკბობა მეზარება. ანუ კი არ მეზარება დავიღალე უბრალოდ, კი არ მეზარებოდეს გავბრუნდებოდი უკან. და ისინი კიდე ცხენებით და რაღაცებით მოდიოდნენ. და აი ამ ყველაფერს აშენებდნენ, რომ დღეს ჩვენ გვეყურებინა, დღეს ჩვენ გვიამაყა ჩვენი რაღაცები. სადღაცამდე ამოვაღწი კილომეტრი და 200 დამჩა, აი და ეს წყალი. მე არ ვიცი, აი ნეტა ეხა სადაც აი ამდენი რაღაც ამოიტანეს აქ და ამხელა მონასტრები ააშენეს, ესეთი საოცარი რაღაცეები. ნეტა ვიღაცა ღვთისმსინეს რაღაცა წყარო გაეკეთებინა, რომ ეხა ეს წყალი ავავს, ცოტა სახეზე შევისხა, თორე ბორდღვა ფორთხვით მივდივარ, ბორდღვა ფორთხვით. დარწმუნებული ვარ, 100%-ით შემიძლია თქვა, რომ მარტო კიბეები ალბათ 1-3 კილომეტრი ავიარე რა. ჯამში ალბათ 7 კილომეტრი უნდა გავიარო მთლიანობაში. 7-იც რო დაბლა უნდა ჩავიდე ისევ და ჯამში 14 კილომეტრი მაქვს გასავლელი. გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი. დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოხატოთ. თქვენი რეაქციები, თქვენი შეფასებები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებ, რომ გარდა იმისა, რომ თქვენ გაგიზიაროთ, განახოთ ეს საოცარი ადგილები, გაგიშინოთ სურვილი, რომ ინახულოთ აქაურობა, დატკბეთ აქაურობით, გარდა მაგისა, ჩემ მოგონებებს ვქმნი რა, ჩემ პატარა მცირე მოგონებებს, რაც უფრო მეტი ხალხი გამოეხმაურება ჩემ ამ მოგონებებს, რაც უფრო ბევრი ადამიანი იქნებით ჩემთან ერთად უფრო მოტივირებული გავაკეთებ ამ ყველაფერს და ნახე სადა ვარ. ნახე. აი მასთან შედარებით რა პატარა ვარ ახლა. ციშვილი არ შემხვედრია რამდენი ხანია უკვე. გაურკვევლად დავდივარ ჩემო მეგობრებო რა. მაგრამ მოვაგნებ. ისთვის ვიარი ამდენი. აუცილებლად ვინც ეძებს ის პოულობს, ხო იცი? გამოვედი მეგობრებო. ესე იგი, აი იმ ადგილიდან ტრენი აესი ზემოდან ადის, მთლიანად ზემოთ, აი ესე, იქამდე ადის და აი განახეთ ეხა ადამიანებს. აი ჩანს ალბათ, მოიცა კიდე მოვაახლო, სადღაცა, აი აქ ჩერდება ტრენი. მეგობრებო, რაღაც დაწესებულებ ვაბნე მოვაღწიე. იმედია წყალი ექნება აქ თხოვარ ცუდად თავარ, ნახე რა მაგარი ადგილია, აბა ხედავთ სად მოვედი? აი მონასტერში ვიყავი წეღან. ეხლა კიდე მოვუახლოვდი წეღან უფრო შორს ვიყავი და ძალიან დავიღალე.
ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ აქ არის წყალი, თორე ცუდად აუ აქ ყოფილა ტრენები. აჰა, მატარების გაჩერებასთან მოვედი სიმონ, მაგრამ ადგილზე გამოვედი. საოცარ ადგილზე. ეხლა საი გადასახედებია და გადაგახედებთ. შემთხვევით დრონი რაღაცა კლდეს შევაჯახე. კი, ყველაფერი აუკლდება, მაგრამ ერთი რაღაცა პატარა პლასმასი მოტყდა რა. ძალიან მეწინა, მაგრამ არა უჩვენს, რაც არის ეგ გარანტია აქვს და გავაკეთებინებ რა გარანტიაში წესით უნდა შედიოდეს ეგ. ხო და ეხლა ვიყიდე მატარების ბილეთები და საბაგიროთი ჩავალ აქედან რა. ძალიან საინტერესო იქნება, ძალიან მოგეწონება, დარწმუნებული ვარ. ეხლა ჩავიჯდები და ყველაფერს გაჩვენებ, როგორც კი შევალ. მეგარი მეგობრებო, ჩამოვახციეთ ნელ-ნელა. წყალია ისე ძალიან, მაგრამ წყურია, რომ აპარატიც ისე იმედია. ეხლა როგორც კი ჩავალ ეგრევე, აი აპარატია და უნდა დავლიო რა. ძალიან კარგი გამოცდილება იყო. მეგარი, ჩვენი დღევანდელი დღე დასასრულს მიუახლოვდა. ჩამოვაღწიე, ახლა მივარ მანქანასთან, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო, ჩემო მეგობრებო და კოცნით და გეხვევით უზომოდ ბევრს. ამ ადგილის მერე, ესეთი ძალიან მაგარი ადგილის მერე, არ ვიცი სხვა რომელი ვიდეო უნდა გადავიღო. იმიტომ რომ ეს ისეთი მაგარი ადგილია, რომ რავი, ვიცოდი რომ დავიღლებოდი, მაგრამ ესე ძალიან მაგრა თუ დავიღლებოდი, ერთი წამითაც კი ვერ ვიფიქრებდი რა. სამაგიეროდ უმაგრესი ვიდეოები გადავიღე. მანქანამდეც კი ძალიან მაგრა მეზარება მისვლა. თახში რომ მივალ, დავიშვენებ ემოციებისგან ბოლომდე დავიცლები რა. მთელი გულით და სულით მადლობას გიხდით იმისთვის, რომ მიყურებდით
იმისთვის რომ თქვენი ღმერთისგან მონიჭებული ძვირფასი დრო დამითმეთ დაუთმეთ ჩემი ვიდეოს ყურებას აუცილებლად გამოიწერეთ არხი მეგობრებო რათა კიდევ უამრავია უმაგრესი და საინტერესო და მისტიური ადგილი განახოთ კატალონიაში და კატალონია მხოლოდ დასაწყისი იქნება ძალიან ბევრ ადგილზე წავიდეთ ერთად და ძალიან ბევრი რაღაცა დავათვალიეროთ მადლობა ყველაფრისთვის თვითოული ლაიქისთვის თვითოული გამომწერისთვის და ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა ჩაო და ბამბინო